საქართველოში ესპოს კონვენციის სამართლებრივ განხორციელებაზე დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის მიზანიც გარემოზე ზემოქმედების კანონმდებლობის შეფასების წინასწარი შედეგების განხილვა. პოლიცია და გარემოს დაცვის მინისტრმა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების კონვენციის სამდინოს წარმომადგენლებმა გახსნეს შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ძირითადი ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციები გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად. სისტემა რაც გვაქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნამდვილად არ არის სრულყოფილი და აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი. ჩვენ ევროკავშირის დახმარებით და UN-ის ესპოს კონვენციის სამდინოს საშუალებით დავიწყეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ამ სისტემაში არსებული ხარვეზების გამოვლენას და რეკომენდაციების შემუშავებას, რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო სივრცეში იმისთვის, რომ ეს სისტემა დაიხვეწოს და მიუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ კონვენციის განხორციელებამ შეიძლება მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და ამაზე ვსჯელობ. თავარია, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის დროს გათვალისწინებული იქნას გარემო და მასზე შესაძლო ზემოქმედება. განსაკუთრებით თუ მას ტრანსსასაზღვრო მნიშვნელობა აქვს, უნდა ჩაერთონ მეზობელი ქვეყნებიც.